გარკვეულ ადამიანებსაც ახლა ხელი შეუწყო სამთვიანი ვიზო მიმოსვლა რო არის, რომ წავიდეს მუშაობაზე, ისე უფრო დაბრუნდეს. ეს კარგი არა თქო უნდა. ანუ მუშაობენ თქვენი ახლობლები ევროპის ქვეყნებში? ოჯახის წევრებიც მუშაობენ. თქვენი ვინ არიან? ჩემი რძალი, ძმის ცოლი, ძმის შვილი კიდე წასულია საბერძნეთში სამუშაოდ. ადამიანები, რომლებიც ჩასული არიან, ზოგი არალეგალურად მუშაობენ და იქ რა თქმა უნდა უარესობისკენ წავა იმათი საქმე, მაგრამ სამაგეროდ იქ ევროპამ უფრო მეტად დაიწყო. ეხლა ამ ხრივ ადამიანებზე მუშაობა. ანუ იქ ეხლა ხდება უფრო რეფორმა კიდე ამ ხრივ, რომ იქ ჩასულ არალეგალებს ხელი შეუწყონ დოკუმენტაციის მოწესრიგებაში. ანუ იქ უფრო კარგი ნაბიჯი გადაიდგა ჩვენგან წასული ადამიანების ვიდრე ჩვენგანები. ჩვენ მივდივართ რა ვიცი, არაფერსკენ არ მივდივართ. ვერ ვხედავ რაღაცნაირი მაქვს. ყველა ადამიანმა თვითონ თავის თავზე იცი რა სახელმწიფოს ის უარა გაქვს იმედი ხო ადამიანი ცდილობს რომ თავისი თავი თვითონ გადაერჩინო. თვით გადაარჩენისკენ მივდივართ. ყველა ადამიანი. ამიტომ ეცდობენ ადამიანები ქვეყანას და მიდიან ზოგი მიდის, ზოგი მაგალითად რაღაც ისეთ გამოსავალს პოულობს, რომ რაღაც შეიძლება პროფესიები შეისწავლო ისეთი, რომ მაგალითად ასაკობრივად ახლა თუ გიწყოს ასაკი ხელს, რომ შენი ლუკმაპური ისოვა ჩვენს ქვეყანაში. პროფესიით იურისტი ვარ, წინა წლებში რაღაც ვიმუშავებ და მე თავისთავად თავი დავანები ამ პროფესიას სახელმწიფოდან გამომდინარე, იმიტომ რომ ყველა პროფესიას ძემდგომი ისეთი ორგანოები ჩაგრავდნენ, რომ ჩვენი სიმართლე არსად არ გადიოდა და ამიტომ მე შევისწავლე ისეთ პროფესია, რომელშიც არც ის მეყოლება ზემდგომი და მე ვარ ჩემი თავი. რა პროფესიით ხართ? ეხლა ამჟამად მასაჟისტი.